ნახეთ კობახიძე ბიკენტია საკაბაბეში. ხალხოსანი ეგა. თავისი ამალით. ბიკენტია გვიშიანი სული ხარობს იმ ქვეყნად, ძლივს ჰასტუხიანი კლიენტი შემოვიდაო. ზუსტად იყო დღეც არჩეული. იმისთვის რომ მისი წინამორბედის ასტრონომიული კორუფციის ამბავი გაესაჯაროებინათ. ერთი ამბავი თორე ასეთი რამდენი იქნება. კობახიძე ქუთაისიდან თბილისში არ იყო ჩამოსული. კაბაბი კი პირიდან ჯერ იქ არ იყო ჩასული, როცა პროკურატურამ პირი დააღებინა ყველას. დაავაკავეთ სავალუტო ჯიხურის მფლობელი კაცი, ვისაც 2022-2024 წლებში საქართველოს შემოუტანია 624 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო. არარეგისტრირებულად. ჩვენ ღარიბები ასეთი თანხით ვერ ვაზროვნებთ. ამიტომ წავედი და ვკითხე ხელოვნურ ინტელექტს. მიპასუხა, ამდენ დოლარს მთელი კონტეინერი სჭირდებაო. ევროები კი იმავე კონტეინერში თურმე აღარ ეტევა. ცალკე პატარა კონტეინერი უნდა ან ერთი რაღაც სატვირთო. 1 მილიონი დოლარის წონა 100 დოლარიანი კუპიურებით 10 კილოა. ანუ გამოდის რომ ვიღაცას შემოუტანია 6240 კილო დოლარი. დასეთ 400 ან კიდე მეტი კილო ევრო. შევამოწმე, ევრო უფრო მძიმეა. ანუ თითქმის 7 ტონა ფული. ბორინგა, რადნოი. თუმცა მე თქვენ ახლა ფულის სიმძიმეს რას გასწავლით? ან ფულის შემოტანა გატანას, ან გათეთრებას. აი, ჩვენ კი ვისაც მილიონი არასდროს გვინახავს, მაინც გრჩება ჩვენი ღარიბული კითხვები. 2025 წლის სექტემბერში რომ კაცი დააკავეთ, ფულს 2022-2024 წლებში ეზიდებოდაო. აი, რა გამოდის? იმას წელს უკვე აღარაფერი შემოუტანია, გამოსწორდა? თუ კანალი გადაეკეტა თქვენ სენაზე. რატომღაც მგონია რომ ამ ვერსიას მიაწვევით და ამ კანალიდან ნელ-ნელა ამოაყვინთინებს ისეთ სახელებს ჩვენთვის რომ ისედაც მუდმივად კორუფციასთან იყვნენ ასოცირებულები. ოღონდ თქვენ რა თქმა უნდა მკერდით ეფარებოდით სულ, ეგ როგორ გვაკადრეთ ჩვენ. წირო დაუდო ფული ხელს არ მოგედებს არც ერთი. აი ეს არის ჩვენი ღირებულება. კობახიძისა და ზოგადად ქოცის ღირებულება გამოჩნდა 624 და 35 მილიონი. კიდევ რამდენი ასეთი ამოყვინთავს მხოლოდ თქვენიცით. სამაგიეროდ ჩვენ ღარიბებმა ის ვიცით რომ ეს ფული აღმოჩნდება თქვენს მიერ ადრე მოძულებული ფავორიტების შემოტანილი, რომ გუნჩი ჯერ კიდევ შერჩენილებს ახლა ლაქა არ წაესხოს. ხო, აი ერთ ბობოლა ქოც მაყუთი კონტეინერები შემოქონდა. მეორე მამის კისერზე იჯდა, მესამე კი დედის პენსიას ელოდა რომ მანქანაში ბენზინი ჩაესხა საერთოდ. და სამივე ერთად მერე ბორია ივანაშვილის დაწერილ კანონებს აძლევდა ხმას, რომლებითაც ახლა დაძდევენ სამოქალაქო აქტივისტებს. აი წინაღე რა ფულით იყიდა და რატომ არ გინდა რომ ხუთავი გაზი ყლაპო. მოვა დრო და ამ წურბელების მასშტაბს უკეთ გავიგებთ. ახლა კი ამ ერთი ბრიფინგის შემდეგაც უამრავი კითხვა გაჩნდება. მაგალითად, რამდენად სწრაფად გვიპასუხებთ, ამ ფული დაფრინავდნენ თუ არა ჩარტერებით პირველ კურსელები ამერიკაში, ღარიბულად. ეს ფული ყიდულობდა თუ არა სახლებსა და ვილებს, ქარხნებსა და წილებს, ღარიბულად. ამ ფულით აჩუქეთ თუ არა ჩეჩენ კადიროვის სპორტსმენ ჩიმაევს ფერარი და მიიღეთ თუ არა ამისთვის ზონდერებით დახმარების დაპირება უპატიოსნესი და სრულიად არაკორუმპირებული კალაძის ოპონენტების დასარბევად. ვიკითხე რა, მხოლოდ ვიკითხე. და ამ ფულს გულისხმობდა თუ არა თქვენი ამჟამინდელი დაუარცხნელი ფავორიტი, როცა ამტკიცებდა რომ წარმოუდგენლად გაიზარდა ქართული ეკონომიკა. თქვენ თუ დოლარებსა და ევროებს კონტეინერებით ეზიდებით და ერთი ჯიხურით, ერთით 1.8 მილიარდ ლარს ათეთრებთ, ნორვეგია და კუვეიტი აქამდე რატომ არ მოვიდოვეთ უკან? კიდევ ბევრი ღარიბული კითხვა გვაქვს და ნელ-ნელა დავსვამთ. მაგალითად, ფული საერთოდ საიდან მოვიდა? გავიგეთ რომ სახმელეთო ტრანსპორტით შემოდიოდა, მაგრამ რისთვის? რის საფასური იყო? რა გადიოდა სამაგიეროდ? საქონელი? მომსახურება? შეიძლება რომ ეს ყველაფერი რუსულ სანქციებთან, უბრალოდ ამ სანქციების გვერდის ავლასთან დავაკავშიროთ? ესეც მხოლოდ ვიკითხე, ბატონო ბორის, მხოლოდ ვიკითხე. სხვა ღარიბული კითხვა. რამდენად რეგულარული იყო რეისები? 624 მილიონი დოლარი 3 წელიწადში, პლუს 35 მილიონი ევრო, ნიშნავს რომ ყოველ სამუშაო დღეს ვიღაც თითო მილიონს ეზიდებოდა. შაბათ-კვირას კი პატიოსნად ისვენებდა. სად? ვინ თქვა დედოფლის წყაროშია? იქნებ ჭორვილაში ან აბასთუმანში. არა, თუმცა მაგას ვინ დაიჭერს მეც. მოვინდომე ახლა. ჯერ არა.